წავედით ახლა ნინი და გაბრიელის ადგილსამყოფელი ვნახოთ, სად ერთობიან ჩვენს ეზოში და ინტერვიუც გამოვართვათ ამ ორ გიჟს ამათ. მოკლედ სადაც არ უნდა წავიდნენ. ყველგან ცდილობენ რომ გამონახონ სივრცე, სადაც ბურთს გააგორებენ. გაბრიელი ხო, მაგრამ ნინიც თუ ასე იყო გაგიჟებული ბურთზე, ნამდვილად არ მეგონა. რა ხდება ძმებო? ბურთს თამაშობთ? კარვები აგიწყოთ პლასმასებისგან? კი. შეიძლება თქვენთან გასაუბრება? კი, აქტია. წამს რადმე ჩამოვჭდეთ. აი, ქვემოთ. იმ კუნძად შეგვიძლია ასე. არა, იქ დავჭდეთ. იქ ვაპირებთ აი რაღაცის მოწყობას და აი იქ უნდა მოვაწყო ლამაზი ისეთი საკეიფო სივრცე. სადაა? აი იქ, აი ჩაყოლებას. ეს ძალიან დიდი ლამაზი ხეროა, უბრალოდ უფრო დიდი და ლამაზი გახდება და ეს ხე მიყვარს ძალიან. აი, აბა ჩამოვჭიქით სადმე, საბრძანდით. თქვენთან გასაუბრება მსურს რომ ხალხმა უკეთესად გაგიცნოთ. ნუ გაბრიელს ასე თუ ისე იცნობენ და სადაც გნებოთ, რავი, აი. იდგებით? რატო რა არის? ჩვენ ძაღლი დავმოდგა. აქ არის ხო ძაღლი დასაფლავებული, კი? ძაღლის და ორი კატაც. ძაღლის და ორი კატაც, კი. მოკლედ აქ ცხოველთა სასაფლაო გვაქვს ჩვენ როგორც ჩანს. კარგი, დავიწყოთ. გაბრიელს იცნობს ხალხი. მოდი ხან ისეთი კითხვები დავსვათ, რომ ნინი გავაცნოთ ჩვენ საზოგადოებას. ნინი, შენ რა ქვია? პასუხობდი ნინი? ნინის ნინი ქვია. ნინის ნინი ქვია. რამდენი წლის ხარ ნინი? მე ვარ 10. 10 წლის ხარ? კი. ეხლა მალე გახდებით 11-ის, ხო? კი. რა გიყვარს ყველაზე მეტად ნინი? არა. ოჯახთან ერთად დროის გატარება. კარნახზე არ ვართ. კარნახებს არ ვართ. დროის გატარება. ოჯახთან ერთად დროის გატარება? ვაში, გინაცვალე. რას ანიჭებ უპირატესობას? ზღვას, მთას? მაშინ საყოველთაო. ზღვა. ზღვა გირჩევნია? კი. მთა რა? მთაც კაია, მაგრამ ეს ზღვა მიყვარს უფრო. აი სად დაგისვენია მთაში რომ შეგიძლია შეადარო ერთმანეთს ზღვა და მთა? არსად. ასე რომ არის ზღვა გიყვარს თუმცა განსხვავება ჯერ პარალელს ვერ გავავლებ. ხო. ნუ იგივე მთა არის სოფელი. ნუ აქ მთიანი მხარე არ არის. სოფელში ცხოვრება თუ ქალაქში ცხოვრება? შენ მეგობრები აქ როიყვნენ? ყველა მეგობარი? ალბათ ქალაქში. ალბათ ქალაქში? ხო, ზაფხულში? ზაფხულში? რა თქმა უნდა სოფელი. სოფელს ანიჭებ უპირატესობას? კი. რისი გეშენია ყველაზე მეტად? ჰობი რა. ანუ ხო, რისი გეშენია? ფობიას არ გეუბნები, საერთოდ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისი გეშენია? სიკვდილის. სიკვდილის? სიკვდილის არ გეშენია? სიკვდილის შიში ეს ნორმალურია. სიკვდილის მეც მეშინია და ყველას ეშინია. არა, უფრო აი ისე გისვავ ამ კითხვას რა. კაი, გამოვრიცხოთ სიკვდილი. საბა ესეთი ბავშვისთვის გასაგებიანაზე რო ვისაუბროთ. ისე ობობა მაგალითად. ობობა რა? ხო. ალბათ გველები. გველების გაშენია? გაბრიელმა დღეს იმდენჯერაც ემინებ დღის განმავლობაში სურვილები აღარა მაქვს. ამოწურული მაქვს ხოლმე სურვილი. აღარ ვიცი რა უსურვილი. კაი, შემდეგ გიტყვი. ანუ რისი გაშენია? გველების. გველების? ნამდვილი გველების თუ ადამიანის სახით რო გოვლინებიან ეგეთ გველების? ნამდვილი გველების. ნამდვილი გველების? შენი საყვარელი გართობა რა არის? გაბრიელთან ერთად თამაში ფეხბურთის. როცა გაბრიელი არ არის და ისე ხარ შენთვის უბანში? ალბათ მეგობრებთან ერთად დახუჭომარას თამაში ღამე. ღამე? რატო რო ადულად იკარგები? არა. თუ ადულად იმალები? ვერ პოულობენ, იმიტომ რომ კაი სამალავები გვაქვს ჩვენ მეგობრებს. მოგვიყევი აბა შარშა რა შეგემთხვა ველოსიპედით. ტვინი შეყვა არ ქონდა. ველოსიპედზე ვკატაობდით და ანუ ესე
ბოლოსავით მოვაწყეთ რა, ვინ უფრო სწრაფად იკატავებდა. და ერთი დიდი ბიჭი შეხვდა, უნდა შევჯერებოდი და უცებ რო გადამოუხვიე მე, დამეტაკა ეგ ბიჭი და გადავარდი ველოსიპედიდან. და ქვას დავარტყი გორი თავი. ზუსტად არ ვიცი. ბოლო რა გახსოვს? ბოლოს რა კადრი გახსოვს? ბოლო მახსოვს რომ აი დიდი ბიჭი რო გამოიქანა, ფეხი ქონდა, აი ნახევრად გადამოგდებული უკვე ძირს. ანუ დატორმოზება უნდა და ფეხი ესე იმაზე ედო რა ძირს. რომ დაეტორმოზებინა, მაგრამ ძალიან დიდი სისტემით მოდიოდი მეც და ის ბიჭიც. და დავეტაკეთ ერთად. გონს რომ მოხოდი სად იყავ? საავტობუსში. მე რო შემოვედი რეანიმაციაში გახსოვს რომ გელაპარაკე? კი. აბარები გითხარი. დედა შენს რა ქვიაო და თავიდან მითხარი ვინ ვარ რომ ეშენიო და მე გითხარი ბიძა ხარ ხო რა. დედა შენს რა ქვიაო და მამა შენს რა ქვია და გითხარი დედა ჩემს ნანა და მამა ჩემს ზვიადი და შენ დაკავდა რა ეგეთი კითხვები დამიში რა ჯერ ოჯახში. კი, ანუ რეანიმაციაში რახან შემომიშვეს თავიდან იქ ნაცნობი ვნახევთ ხოლმე და რახან შემომიშვეს პირველ რიგში ტვინის შერყევის დროს ამდენად მძიმეა ხარისხი, მაგით ადგენენ და ხა მე არ ვარ. დაიკარგა თუ არა მახსოვრობა მე. ხო, ანუ მაგით ადგენენ და პირველი ეკითხე ვინ ვარ მეთქი და გაეცინათ ამ ბექა ხარო და და მე წყალი მოითხოვა. მოკლედ მაგრად შეგვაშინე, მაგრად გვანერულე. იმის მერე კიდე რასე გიჟეები გაქვს ჩატარებული. საავტობუსში არ გამოწერეს მეორე დღეს რო გული წამოვიდა. როგორ ფიქრობ, შარიანი ბავშვი ხარ? კი. ბევრ სანერიულოს აძლევ დედიკოს და მამიკოს. კი. მაგ შემთხვევამ რა გასწავლა ნინო? რავი. ალბათ დიდ ბიჭებს არ უნდა ვითამაშო. კიდე რა გასწავლა? ნელა უნდა იყო, ხო? ხო. თხილი უნდა იყო. ხო. და ზედმეტი სანერიულო არ უნდა გამოიწვიო მშობლებს ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს. კარგით, სკოლასთან როგორ ხარ? სწავლა-განათლებასთან? კარგად. კარგად სწავლობ ვიცი. მე ვიცი რომ ძალიან მაგას სწავლობს. ხო, ეციც. ცეკვაზე სადად ხარ? ოცეკვავი გოგო ყავს ნინი. მურო გაგოშიტესთან. მურო? გაგოშიტე. ხო, კი, გამახსენდა. მაყოფილი ხარ? კი. რამდენი ხანია სად ხარ? დაახლოებით ნოემბერში შევედი სადღაც. 1 წელი არ არის? არა, 1 წელი არ არის. ხოებია. მოდი. ეს ჩვენ ცუგა. მოკლედ აქ სადღაცის ამ ტერიტორიაზე გვაქვს ცხოველების ძმათა და დათა სასაფლაო. აქ დავმარხეთ დაახლოებით აი ამ ძაღლის ხელა დიდი ძაღლი და 2 კატა, ხო კიდე? აჰა. სპორტზე სიარულის უფლებას ჯერჯერობით ჩოვლები არ გაძლევენ. არა. ისე სადივლედი, სად გინდა? ალბათ რომელ სახეობას აერჩიოდი სპორტის? ფეხბურთი. ფეხბურთი თუ ფეხბურთი? ფეხბურთი. ფეხბურთი. მართალი. აი ეს სუბიექტი თქვენთვის რას წარმოადგენს, ვინ არის? ჩემი ბიძაშვილია. კაი ბიჭია? კი, კაი ბიჭია. კაი ბიჭია? გიყვარს? კი. კი, ტოლები ხართ თქვენ. აჰა. ხო, რავი, ჩემ ბავშვობაში ესე იყო ხოლმე ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დეიდაშვილი და ასე ერთმანეს დაზმათ აღვქვამდით. ვამბობდით ხოლმე ჩემი და არის, ჩემი ძმა არის. პრინციპში გაბრიელისგან გამიგია ხოლმე, ჩემი და არისო, ესე ამბობს ხოლმე. კი, ვამბობ. მისტერ გაბრიელი. დიახ. რა სიტყვით? ძალიან კარგი. როგორი არის სოფლის ცხოვრება? ძალიან კარგი და სიჩუმეროა ეგა ყველაზე კაი. თან კიდე ბავშვებს რო ნახულობ, ბიძაშვილებთან რო ხარ, რო ერთობ ფეხბურთო თამაშობ. კაი ჰაერი როა. აი გა ყველაზე ბავშვი ყოდის უნივერსიტეტს. თბილისში ამ დროს ღამით საბანი გაფარია? არა, საბანი არ მაფარია. აქ? აკაცე. რაღაცა ხომაიც გაფარია. კი. რატო? რისი თქვა მინდა აბა მაგით? ან ცხელა თუ არა? ხო. აქაც ძალიან ცხელა და თბილისში უფრო ძალიან ცხელა. ღამე სად უფრო კარგად შეიძლება დაძინება აქ თუ თბილისში? აქ. ჩემთვის აქ. რა არის შენთვის ფეხბურთი და მეკარეობა? შენთვის მეკარეობა და ფეხბურთი არის, ხო, ჩემი ყველაფერია ფეხბურთი. შენი გონების, შენი ფიქრების
რამდენი პროცენტი უჭირავს 100%-დან მეკარეობაზე და ფეხბურთზე ფიქრს და კარიერას? 85%. 85? ანუ სულ ამ ფიქრებში ხარ? კი. ნუ, რაც დაჩი 15% სკოლა. განათლებაში. აჰა. ანუ 85% უკავია სპორტზე ფიქრს. და 15 განათლებას. ესეთ ჰუმანიტარულ საგნებზე განათლებას? ცოტაა. კი. აი შენ გაქვს ახლა ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ლავიწი მოიტეხე. ორჯერ. ნუ მეორედ ცოტა მსუბუქად, მაგრამ ხო მაინც. და თვალსაჩინო მაგალითი გაქვს იმისა, ნებისმიერ წამს შეიძლება ტრამვა ესეთი მიიღო, რომ ვერ გააგრძელო ვარჯიში. განათლებას კიდევ ვერავინ ვერ წაგართმევს. კი. ეგრე არ არის ნინი? შენც შეიძლება ცეკვაზე რაიმე ესეთი დაიზიანო, ვეღარ იცეკვე, ჯვარი გწერიათ, მაგრამ ამ დროს შენ რომ მთელი ცხოვრება მარტო ცეკვაზე იფიქრო და განათლებაზე არ იფიქრო, რა მოხდება? უჭკუობაზე არ არის, ჭკუა და განათლება სხვადასხვა რამეა, მოდი გავმიგდოთ. ისე მამი შემეშალა. 50% ფეხბურთი, 50% განათლება. განათლება ძალიან ნიშნულოვანია. ხო და ეხლა მე მაგიტო გავშალე ეგ თემა, იმიტომ რომ გამიკვირდა შენ მასე არ ამბობ ხოლმე, შენ უფრო ესე ანაწილებ, რომ თანაბრად განათლება და სპორტი და ეხლა 85-მდე რო გაგიზრდია, ამიტომ გაგიმახვილე ყურადღება. რანაირად? განათლების გარეშე დაიკარგები ცხოვრებაში. და როგორც ვთქვი, დებილი ფეხბურთელი ვიყო. დებილი ფეხბურთელი? არა, ფეხბურთელი როცა ხარ, თავისთავად უკვე, კაი, რა ხან შენ ეს სიტყვა იხმარე, მე სამ სიტყვას იხმარე. როცა ფეხბურთელი ხარ, თავისთავად უკვე მაი მოდი არ ვიხმარ. შტერი არ ხარ. იმიტომ რომ ფეხბურთი ტაქტიკაა, ინტელექტია და მენტალობაა და სერიოზული ფიქრი უნდა და რა ვიცი, ჭადრაკივით გათვლა უნდა, ზუსტად უნდა ნახაზვის. მე და შენ ხო გვისაუბრია, გეომეტრიული ნახაზივით უნდა დაინახო. წამებში შენ რო ბურთი გაქვს, ტრაექტორიები როგორ უნდა გაანაწილო. მოგიყურებ შენ მაგერებს ითვალისწინებ, იმიტომ რომ ძალიან მომატებული გარ რეფლექსებში და სისწრაფეში. უცბად ეხებ გადაწყვეტილებას. კარგია. მომწონს. კარგით, ეხლა თქვენ მალე დაიშლებით, წახვათ სოფლიდან და აგვისტო გრჩებათ. აგვისტოში სადანაწილდებით, ვინ საით მიდიხართ? ნუ გაბრიელი ბათუმში წავა დეიდასთან სტუმრად, შენ? მე ჯერ მეორე სოფელში წავედი. კახეთში? ხო. და მე ალბათ წავალ ქობულეთში. არა. ალბათ ქობულეთში. ქობულეთი იგეგმება წელს, ესე იგი. კი, ქობულეთში მეცმენ. ქობულეთში წავალ ჩვენ. ბათუმში ძალიან მზეა და ქობულეთში ეგეთი ძალიან მზე არა როგორც ბათუმში. ხო, მე გეტყვით ახლა ჩემთვის მაგალითად რატო ანიჭებ უპირატესობას ზღვისპირა ისეთ ქალაქებს, ისეთ მხარეებს, სადაც არ არის კორპუსები და ნაგებობები. აი ჩემთვის მაგალითად ბათუმი ძალიან ლამაზია, ძალიან თბილი და ძალიან გემრიელი ხალხი ცხოვრობს. ძალიან მიყვარს ბათუმი. უბრალოდ ჩემთვის როგორი ასოცირებაა, იცი, აი თბილისიდან რო გადიხარ ადამიანი და გინდა რომ დაისვენო, აღარ გინდა ამ ხელა ბეტონის ჯუნგლებს და კორპუსებს უყურო, ხო ასეა? გინდა რომ გარემო შეიცვალო, სიმწვანეს უყურო, მთებს, ლანდშაფტებს, რაღაცებს და აი ჩემთვის ახლა დაახლოებით იგივეა თბილისიდან ბათუმში წასვლა, თბილისს რო კონდეს შავი ზღვა. არ არის ეს ჩემთვის მაინც და მაინც დასვენებასთან ასოცირებული. ბათუმი უფრო გართობაა, ვიდრე დასვენება. და აი ქობულეთი მართლა სხვა თემაა, სხვა რაღაცაა რა, იმიტომ რომ იქ არ არის ესეთი განაშენიანება, ესეთი მძაფრი, დამთრგუნველი და უფრო სხვა არის, სიმშვიდეა. იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას მე ქობულეთს და გაბრიელიც. ნუ გაბრიელის დაიკოვები ბათუმის ახლა მაინც გოგოები არიან და ლაქშერი გოგოები არიან. ჯან. მოგით გავღადაო, წავკბინეთ გაბრიელის დაიკოვებს. სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება, მეგობრებო. მე რო ავდექი ახლა კინაღამ გადავყირავდი, მე უკვე ბებერიო და თავბრო დამეხვა და მაგარ кайფში ვარ, სიმონ. მოგეთ ეს არის ქალბატონი ნინიკო და ეს იყო iPhone-ის white balance-ი დარღვეული, რომელიც უცბად შემოიჭრა და აი აქვე ლანძღები ხოლმე iPhone-ებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი კარმიდამო მეგობრებო. რა იყო გეგონება მე დავდგი, ნახე როგორ მიდიან. მე არ ჩამიფიქრები ასე მეგობრებო, თვითონ მიდიანას.
და აი ესეთი დიდი უზარმაზარი ეზო გვაქვს და აქ აუცილებლად მოეწყობა ესეთი სივრცეები, რომ ჩამოვიყვან ჩემს მეგობრებს, მათ შორის აი ესე სოციალურ ქსელებით გაცნობილ კარგ მეგობრებს, რომლებიც იმსახურებენ და ჩვენ აქ მოვაწყობთ ხოლმე საინტერესო ღონისძიებებს, ღამღმობით და დილდილობითაც და მე რომ ასე ვღადაობ ხოლმე, გაბრიელ. რაღაც სიტყვებს ხო ამბობ ხოლმე ჩემებურად რა, რომ ვღადაობ რა. უნდა ნახო რომ მიწერ ხოლმე შენიშნებს რომ აძლევენ. როლანდო არა, რონალდო და ეხა ამაზეც ღამღმობით არა, ღამღმობით და ეს უბრალოდ ღადაობ, არაფერს არ ვამკვიდრებ, უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარს სიტყვებით თამაში. აჰა, ნუ მეკარია, ნინი, მე ჩემი დასწავლი რაღაცეები გუშინ გახსოვს? ой, მიდი გლიჯენცოვი, აბა. შეგიანაც. რები არ დამიწყალ და უდებს არ უწევ. ასაგებენ ცო.